საღამოს მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით პატიცემულო ტელემაყურებლებო, ეს არის ბინა ნომერი 18, მე კოტიკო თოლორაია ვარ. მას ასე მინდა გითხრათ დავიწყო იმ ინფორმაციით, რომ როგორც იცით, მთელ საქართველოში აჟიოტაჟი არის ატეხილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. სხვა შორის, რუსთავიორზე მეც უყურე რამდენიმე დღის წინ აი ფარულ ჩანაწერს, რომელიც გავიტა და საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩანაწერი იყო და მე კი ვიფიქრე, რომ ჩვენი გადაღებული ხო არ არის. ცოტა მოგვიანებით კიდე რაღაცები გაირკვა. მოგეთ რუსთავიორის ხელმძღვანელობამ დაკვირვებული არის და განაცხადეს, რომ გვიღებენო, ესეთ რამე წარმოგიდგენია და GDS-ის ხელმძღვანელობა გაკვირვებულია და განაცხადეს, რომ გვიყურებენო. მოგეთ რაც შეეხება GDS მინდა გითხრათ რომ ესე არ შეიძლება ბატონებო ესე არ შეიძლება ჩვენც ადამიანები ვარ ჩვენს გარდა კიდე ადამიანები არიან გვიყურებენ იციან რა ხდება GDS-ში ყველაფერი ესეთი რამე გაიგეთ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ხელფასის ჩარიცხვა გაასკდა გულები ხო ასევე 2014 წელს ჩატარდა ევროვიზიაზე ესე იგი საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ევროვიზიას მის გამარჯვებულს მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოსდანაც იყვნენ წასულები და სამწუხაროდ ვერ გადავიდნენ ფინალში მაგრამ ნუ თავის სათქმელი მაინც თქვა იმ ხალხმა რომლებსაც უნდათ 1-2 სიტყვით შეხებოდნენ ჩვენს კონკურსანტებს. მოკეთ, როდესაც დაბრუნდნენ ევროვიზიიდან, მერი ატყდა, ხო იცი, მერე გამოვლენ ხოლმე ყველანი პროფესორები და პროფესიონალები თავის საქმეში, ესენი არ უნდა გაგვეშვა, ისინი უნდა გაგვეშვა, რას ვამბობდი მე და რამდენი რამე გავიგე, მაგრამ მე როდის გეუბნებოდით და ვიზე გეუბნებოდით თუ გახსოვთ, რომ უნდა გაგვეშვაო. თუ გახსოვთ ერთი გაიხსენეთ კარგად, კაცო. არ ვიძახთი თავის დროზე გაუშვათ კესოთ, ხო? არ ვიძახთი, მაგარ ვიძეც იქნებოდა. ლამას კაბასას ჩაიცავდა, წვერსაც მოუშვებდა და თან იმისგან გასხვავებით ჩვენსაც ძუძუებიც ეკრებოდა. მოკლედ, იქ რა მოხდებოდა მე არავინ არ იცის, კონჩიტა, კესო, რაღაც მიდი, მოდი, გადადი, გადმოდი, პატარა სიყვარული რაღაცა იქნებოდა. ძუძუებზე გამახსენდა ესე ნინი, ფაქო ხო არ იცი? სად არის დაკარგული? მოაღარ ჩას. რა ვიცი, გაინაღლება მაგას მოსკოვში დადის და იშლებასად. ხო, აუცნაური ბიჭი, ესე იგი, ხან მოსკოვში არის ხოლმე, ხან მოსკოვში, ხან გადაფრინდება იქ მოსკოვში, მოგეთ შემოიარა ტელი მოსკოვები და ამბები და რა არის, კაც როდის უნდა გვესტუნო? იმედია რომ მალე შემოგვიერთება და გავიგებ მოსკოვში ერთი როგორი დრო გაატარა. კავენზე იყო წასული, ანუ მანსანკანის ბიჭებთან ერთად, როგორც იცით, ნაკრებში არის ფაქო და მალე შემოგვიერთება და ვიჭუქჭუქებთ რა, ბევრ კაი რაღაცეებზე. აი, ო, რა კაცი ჩამოსულა, რა კაცი საიდან ჩამოსულა. როგორ ხარ, ფაქო? გამარჯვებული. გამარჯვებული, შენ გენაცვალე. Как настроение? საკაიფოდ, რა არ მინდა ეს რუსულები ამოვიდა ყელში რა უკვე რა ეს. აი, მოდი შემოდი, ერთი მომნატრები ხარ. როგორ ხარ? Я неспокоен, мне очень плохо, когда начинаю. Come on. Вайме. Нела, давай. როგორ ხარ? Олина папа. როგორ მონახდებია ბიჭი? გოგო. არაფერი არ შეცვლილა. ვაფშე არაფერი. როგორ ხარ? ამოძობა? დაგხვდება მოსკოვში მოყევი 1-2 სიტყვით, აბა? 1-2 შენ ვიცი რაც გაინტერესებს და უცებ გეტყვი. ბევრი ნინი დადის, წარმოიდგინე. ეს შანსი არ არის. ესე მოსკოვში კარგი დრო ატარე, ხო? დოსარები, მოსაგები მოვიგეთ, ნახევარფინალში ვართ. და კიდე უფრო მეტი იქნება მალე თავარია ნახევარფინალში გავიდეს. ეს ყოფილი მოდის ხა, ისე გავასწრები. ეს კამერები რა ხდება? ხო, ეს კამერები და ჩვენი ოპერატორები არიან. ხო. ანუ ყველაფერი კარგად არის? ყველაფერი მშვენივრად არის. არა, მე ვიფიქრე მეთქი ჩვენთვის ჩვენმა ჩათვალხურა ჭყوار ჩავამაგრეთ კამერებით თქო, გაიგე? კამერები. მე ხო არ აბავი ხო არ ავწეხოთ თქო მე რომ აი კამერები ვნახე ჩვენთან და მე Facebook-ი ხო არ გავაუქმო თქო. ხო და Facebook-ზე ხო იცი ეს რა მიქნა? გამამბების მერე ხო იცი რომ გავაუქმა. ხო, გავუქმე. რუსთავიორის გენერალურმა დირექტორმა Facebook-ი და დამღუპა და ამომაგდო კაცო. Candy Crush-ის სიცოცხლები მომდიოდა და ეხლა ისინიც აღარ მომდის. ძალიან მაგარი.
სიუჟეტი უნდა განახოთ ეხლა რომელიც გავიდა 17 მაისს ერთ-ერთ არხზე საინფორმაციოში მოკლედ თავიდან ვნახოთ დასაწყისი თუ რა ხდებოდა ერთ-ერთ ყრილობაზე ესე დავარქვათ განვიხილოთ და შემდეგ უკვე მეორე ნაწილი ამ ვიდეოსი ოკეი კარგი კარგი ვის კითხულობთ სადა ეს საპირისპირო მხარე კითხულობთ სად არის ვის საპირისპირო მხარე სექსუალური უმცირესობა რა ქვია მოკლედ ახლა რაში არის საქმე რომ უფრო გაგარკვიოთ რა უფრო დეტალებში არ ვიცი ყველა თქონდა ნანახ თუ არა არ ვიცი მაგრამ უცებ გაერკვა ესე იგი რაშია საქმე ეს ჩატარდა LGBT-ის საწინააღმდეგო ესე იგი ყრილობა თუ შეკრება თუ არ ვიცი აქცია რაც გინდათ ის დარქვით და ამ აქციის ორივე მონაწილე ნახეთ თქვენ რომლებიც ერთხარეს არიან რა ერთი პროტესტის გზნობა აქვს ზუსტად მაგრამ ეს პატარა მივიდა ამ დიდან და ეუბნება შენ ხარო ის LGBT-ის წარმომადგენელიო და დანარჩენი თვითონ ეს დიდი ხო ეტყობა ეხლა რა ისეთი კაცია რა პალმებიანი სპერანგი აქცია უბრალოდ ამიტომ გადაწყვიტა იმან რომ ეს значит ეგარიო თან რამ ხელას მიადგა ხო რამ ხელა მოარჩია და მივიდა ის გაუყურებს ესე მოდი აქ მაგრამ ამ ყველაფერში უცნაური ის არის რომ ამ პატარა კაცს ამ ხელა გული ქონიაო და ახლა ვნახოთ ცოტა მოგვიანებით ანუ მე მგონი 3 საათიანში გასული 3 საათის მერე ეს არის სიუჟეტი საათზე წარმოედგინეთ და ის არის 3 საათზე სადღაც ესე ნახე იჭერდა ვერ იჭერე ვერ გააჩერეს ნახე რა ხელა ერთხელ მოვიდა გამიყვეთები აი ეს რაღაც LGBT-ია ჯანდაბადა დოზანა მაგრამ და რომ მოვიდა წადი მეთქი შემომატრიალა ამათკე წავედი რომ ხმარ განცეს პირიქით შემომატრიალა წადი მეთქი თავიდანებე და დამართ აგერთვაზე და ეხლა ის კაცი თავისუფალია რამდენ დამიჭირ მას ასე გადაცემულო ტელემაყურებლებო სიახლე გვაქვს უკრაინული ესე იგი გრანდიოზული ფესტივალი კაზან ტიპის საქართველოში ტარდება რა გვეღირსა მე მგონი საქართველოში ტარდება ძალიან კაია უფრო კონკრეტულად სამეგრელოში ჩატარდება და უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ ანაკლიაში ჩატარდება ანაკლიაში ჩატარდება ჩიმდედას გეფუჩუა მე თუ რამეს ვიტყუებოდი არ იტყუება მართლა გეუბნები ალბათ იძახ გასლაბარაკო სხვა შორის კაზან ტიპის ფესტივალისთვის ძალიან ბევრი ცნობილი DJ-ი ჩამოდის რომ მუსიკალურად გააფორმო რა თქმა უნდა ეს ფესტივალი მაგრამ ცოტა მოგვიანებით უკვე გააფორმებენ ჩვენი პოლიციის თანამშრომლები ასე რომ იქნება დიდი ესე იგი გაფორმება ხო ისეთი სიმღერები და ისეთი ტრეკები იქნება ნინის ტრეკებს ვიღა მოусმენს აიტო და რა ვიცი ნინი ამას ხო იცი რა უნდა და თქაფანე და იმას იცი როგორი აი მას ასე ჯორჯია Dream Studio Presents აბა ოპა ეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ოჯახში მოდი დანდი ეს არასკული დიდი მადლობა როგორ ხარ ეს არასკული შემადგენლობაა კიდე ჩემო მანსანკანელებო ეცა ეს ხო არ გამაზო ეხლა გენაღო ერთი გოგო ყავს ესე იგი უხდებით და ვუვლით მე და ფაკო და თან ვომობთ მის გამო ნახე როგორი ზებრა გვაჩუქ ეს მოგვიყვანს ტროა სპონჩია შიგნით სხვა კავენშიკებიზე და მე გახსნია და გადამოვწვინო ეს დავასრულეთ ცოტა
რატო რა უჩვენს? რაღაცა იუვენტუსს გავს რა. იუვენტინა ხო ყავს ეს იუვენტუსის გულშემატკივარი. და ის არის რა, იუვე გახარებულია. ვიფიქრეთ რა გვეყიდა რა გვეჩუქებინა და შევაგროვოთ ფული და ეს ჩასადები ვიყიდეთ. ეს კარგისაა. ეს კარგისაა საფინანსო იუვენტუსის ფანი ხარ ხო? მე? ხო. მილანის, მაგრამ რაღაცა წავა რა. მაინც იტალიურია რა, ყველა ვარიანტი. ჩვენს ტელემაყურებელს მეც მაინტერესებს, ანუ სკავენი რა ხდებოდა ფინალი რთული იყო ძალიან, მაგრამ ჩვენ მე მგონი შევძელით და რა შეძელით? რომ გადავედით ნახევარფინალში. ნახევარფინალში ვარ ჩვენ. ჩვენ ვართ ნახევარფინალში. ეს არის სულ წარმატება? კიდე ხო იყო მე ვიცი რაღაც წარმატებები ქონდათ. ძალიან მაგრად გადავედით ძალიან მაგრამ. ო აი ესე კი არა რომ გადაიყვანეს. თქვენის გადაყვანეს. კითხვა პაი მაგის თქმა. ის მოგეთ? ხუთ რუსულ, გუნდს რუსულ ენაზე. მოგეთ კითხვა. შევძელით. ხუთი გუნდი იყო, თითო ხუმრობა უნდა გვეთქვა და თითო გუნდი ვარდებოდა. თითო გუნდის გავარდნისას სხვადასხვა სახე ქონდა ოღონდ. ანუ აი პირველი რო გავარდა მეორე გავარდა დაგვეძა მესამე უკვე აი ესე ვიღიმით და ერთი ყავდა ერთი ყავს ნაკრებში გუდიკას და გუდიკავით მოისაფიშვილი რომლის მარტო იმის ხმა ისმოდა თან ესეთი შემაწუხებელი ხმა აქვს უკნიდან ახლა გავარდებით ნაკრებში ახლა გოგოზე მოუყევი გოგო ხო გააქვს გოგოებზეც ისტორია გუდიკას და გოგო ხო გონს ხვის მე გოგოებზე ისტორია არა მაგრამ შენ ადრე ქონდა ხო მე ადრე კონჩიტა მოგიკითხა. შენ თუ დაგაბარებდა თუ. ჩვენი ახლობელი იყო წარსული და ისეთი ახლობლები კი ყავს. კი, კონჩიტა კი არა და ეს გუდიკას ისტორია, მოკლედ ერთ-ერთი ნაკრების წევრი ჩვენ. საქართველოს ნაკრები ჩადის კიევში. უკრაინაში და რა თქმა უნდა, ნუ საქართველოს ნაკრებში ბიჭები უფრო ბევრი ვართ. და შესაბამისად ახლა ვინც პირველად იყო ჩასული, აო, არის ხადა უკრაინაში და აი გოგოებიც არის გოგოები, არა მხოლოდ გოგოები, მინდა გაცნობოთ, რომ იქ ყველა არსება ლამაზია. კი. ნუ ეგრე არის საუქნად. მოკლედ გუდიკას უნდა რომ ვიღაცა გოგო გაიცნოს, ლამაზი გოგო. და რუსული არის სამწუხაროდ არის ეს ცოტა ისეთი ნათქვამი, საერთოდ აზრზე არ არის რუსული. და მივიდივართ 1-2-3 დღე გასულა ვერავინ ვერ გაიცნო. და 3 დღის მერე ქუჩაში მივიდივართ იქ თოვს და რომელიღაცა კაი ვიღაც ქალის დაახლოებით 40-დან ეს 55 წლამდე შეიძლება არა მაინც ლამაზი არა მაინც ლამაზი ქალი აუსრიალდა ფეხი იმას რა ვქო თოვზე და წაიქცა და გუდიკას უნდა რომ რაღაცა გააკეთოს ეხა რა რაღაცა და რა უთხრა ის რა ვქო ნიუშიბლის უთხარი და ამ შემოტრიალებაში დაავიწყდა უკვე რა უნდა ეთქო და დახედა ამ ქალს ეს ქალის უყურებს გუდიკა გაბურძმული წვერში საკმაოდ ესეთი ემოციური ისკო ხო როდესაც გაიგეთო გადაходით ნახევარფინალში საკმაოდ ემოციურად შეხვდით ქართველები ხო კავენშიკები იქ რაღაცა გვაქვს ღეროდით ღეროდით კი შეიძლება რომ ერთ ჩვენს ხო აი ეს რომ მოვიგეთ მე გარეთ რა ხდებოდა რა ნახოთ ერთი როგორ ღეროდნენ ჩვენი მანსანკანელები ამ შემთხვევაში არის გაუმარჯოს გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს მეგობრებო ისოდანიდან რამე პატარა მონაკვეთს ვარ შემოგთავაზებდით რომელიც იყო ან რომელიცაც აფიქსო გაიგო ხო არის ეგეთები ოღონდ ის არის რა მე ჩემი დამიკოს ძველი ისეთი აპლოდისმენტები საკოდა ამიტომ მოკლედ ცხოვრებაში აი რომელსაც მოვიფიქრებ რა მნიშვნელობა ჩემ ცხოვრებაში არსებობს ტექსტი რომელიც არადროს არ დამოვიწყდება და არის ეს ესეთი მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო დამოვიწყდა მე დავიკო როგორც ყოველთვის წარმოგიდგენთ მინიატურებს მაშასე პირველი მინიატურა ყრუ კი არა ბრმა ჭიქუახვა და გოძილას დამოვიწყდა
მაშასე პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი განაცემის სტუმრები იყვნენ, რა თქმა უნდა, საქართველოს მასაკანის ნაკრების გაუმარჯოს, გაუმარჯოს, ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს. კიდევ ერთხელ ისურვებ წარმატებას და მე დარწმუნებულია, რომ ფინალშიც გავლენ და გვასახელებენ ბოლომდე. დიდი მადლობა. მე ლენინი და სტალინი ერთად სწავლობდნენ და მე თუ კარგად გამოიყურებ. ესეთი კითხვა გვეცნობა, ესეთი არაფერი. აი რამდენი ქალი ყო თვითონ ცხოვრებაში. რაღაცა ჯიმი აჯა რაღაცა. ზორო. ვაუ! სტუმარიც მოსულა ჩვენთან. მოგესალმოთ, ბატონო გივის სიხარულიძე. აი ლეგენდა. ბატონო გივი. დამძადი. ყველასაკი საყვარელი ადამიანი, აი ცოცხალი ლეგენდა. ჩვენი კოლორიტი, ჩვენი ქალაქის ბატონი გივის სიხარულიძე. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ბატონო გივი. ნინი ჩვენი გამარჯობა. ჩვენი ერების ნიმუში. რა ჯობია ესეთ გოგოსთან მუშაობა. ბატონო გივი, როგორ გძანდებით პირველ რიგში? არა მიშოს, მალოთ. ფანტასტიკურად გამოიყურებით, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ. მერტის გალობე, მე ლენინი და სტალინი ერთად სწავლობდნენ და მე თუ კარგად გამოიყურებ. მე ეგარი მაგარი. ეს მინდა ეგარი. შენავი ნაიგრი. ბატონო გივი, რა თქმა უნდა, ხა ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი ბრძანდებით, ისე თავისუფლად და თამამად ვერ მოვიქცევით ახლა თქვენთან. აი, კაცეთ, თავისუფლად და. როგორც ყველასთან ვიცევით და უბრალოდ ესეთი კითხვა გვექნება, ისეთი არაფერი. აი, რამდენი ქალი ყო თვითონ ცხოვრებაში. როგორი მორიდებული ბავშვი. აი, მაგასო კაცი დაითვლის, ის გვაზე ნახდას ვარ. ბატონო გივი, ვიცი რა მაინტერესებს? აი, ჩვენ დროში ახლა არის, რა ვიცი, უამრავი გოგო არის. Mercedes-ის და BMW-ის ესე ხამები რო არიან და თქვენ დროს იყვნენ 24-ის ხამი გოგოები. ყველა დროში იყვნენ ეს ხამები და შენ არის ერთხელ იმაზე ვარ რა, სოჩაში ვარ. და ჩემთან ერთად მილიონერია. მე ამ ხელა მხრები მაგაზე წელი დავარი შემაც ლამაზე მიდიხარ რაც ვიყავი ყველა მიცი. პატარა ესეთი. ისი ამ ხელა მხრებით მოწყვეტილი მილიონერია. ხო და ორი გოგო მოვიდნენ სვიდანიაზე, ერთი ებრაელია. რუსის ებრაელი, მეორე რუსი. ეს რუსი ულამაზესი, ისოც ლამაზი ეს ებრაელის გოგო. აი ესეთი თვალებით გაბწყინებული ნაღდი რა. არ არის გაფუჭებული ფულზე, მაგრამ ეს ებრაელის აი მაშინ პუტანკობა არ იყო. მაგრამ ეს ებრაელია, ეს მაინც ჭკვიანია გესმის. და ისე მოხდა რომ უნდა აგვირჩიონ ახლა ამ გოგოებმა. ერთმა მე, მეორე მილიონერი. მილიონერი, ოღონდ მახიჯი მაგარი. ხო და ამ რუსის გოგომ ეს შემომხედა. ვიცას ვწიგრმე შკურე და მე ამირჩია. ებრაელმა ის აირჩია იმ წუთში. გვიანმა. ბოლოს რა მოხდა? ეს ჩემთან ერთად პული არ მქონდა ბიჭო, ვაკე თავიდან მქონდა რაღაც ორმანეთიანი იმაში ცხოვრობდი რა ბინაში. ნაკირეებში სოჭაში. და უკვე აღარა მაგდა მესაფლავეს მოვილაპარაკე სოჭის სასაფლაოზე. და იმის ბუტკაში მეწინა 50 ტეტრა. ხოდა ეს როგორ წავიყვანე? იმას ჩემთან ერთად სასაფლაოზე ეწინა. ის კიდე ლუქსებში ნებილობდა, აი თქო არა არის. ბატონო გივი, ესე იგი, ჩვენ სახლში, ოჯახში სტუმრები, როდესაც მოდიან ხოლმე, ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც წამახალისებელი თამაში შევთავაზოთ ხოლმე. ყველასთან რაღაც ცოტა უფრო კიდე გავამხიარულოთ ხოლმე სიტუაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაკლია ეს ამბავი, მაგრამ ერთი თამაში ფაქოს ზათა. მოიგონებდით ეხლა ჩემს ბეიზზე არ გამიშვებ დაკენად თქვენ. არა, აი ფაქოს ზათა აქვს რაღაცეები და ისურვას ვზემო, ხო? ხო, რა თქმა უნდა. რას დილობიანი ბავშვია, რა კარგად ხნა რა. ესე იგი, თამაშის წესებს რაც შეეხება, ესეთი არის. გაქვთ 45 წამი თქვენს და ფაქოსაც. ეჯიბრებით ერთმანეთს. და რაში? ფაქო გაჩვენებთ თქვენ ნახატს. ნახატზე არის ფილმის გმირი, ან რომელიმე ფილმდა მიხვდებით და თქვენ უნდა აუხსნათ ფაქოს რაც შეიძლება სწრაფად, ჟესტიკულაციით, სიტყვებით, რაღაც ფრაზით, რომელი ფილმი. ამ ფილმის შინაარსი. ფილმის შინაარსი რომ მიხვდეს. თავდაპირველად თქვენი წერს მე აგიხსნე. ეხლა ისე არ გააკეთოთ, თოროის რა ქვია, თურქული სერიალები არ მინახეთ. თურქული სერიალები არ. დავიწყეთ. ესე იგი, ჯერ თქვენ უნდა აიღოთ ეს ზევით თავზე აიწიოთ და ანახოთ ფაქოს და ფაქო შენ უნდა აუხსნა, ესე იგი, ბატონ გივი. სტრაფ.
ცოტა სხვა რამე არის ფიქრობს? ფილმი რომელია? ფილმი. არა, კარგად. ტიტანიკი იყო, ტიტანიკი. გადავდოთ გვერდით. ხო, ტიტანიკი იყო. ეხლა მეორე არ ნახოთ ისე ისე. კიდე ფაქო. წავიდა. ტან ტარან ტან ტარან ტან. როკი ბალბო. ეგარი, შემდეგი. უცებ კიდე ტემპში ვკრათ. აშევით რა. აქედან ვერ ამოშლით, აქედან. ვაიმე, ქართული ფილმისა. ვერ გაიგვა. თამუნია. თამუნია. შავი კაცი. ამავე არ დაწყე. შერეკილები. შემდეგი ბოლო. შემდეგ. რა ვისაკუში არა, მე და რუსლოვი ჩაერევა ჩემს აფში. დათათუდა. ეგ რაშოვი გუდუნა. ბატონო, გივი ესე იგი ახლა იგივე პრინციპით შენ არ უნდა ნახო. შენ მე არ მენახა. კარგი, ეს გვერდზე გადავდო სპაიდერმენი იყო. და მას ასე დავიწყოთ, თქვენ უნდა აუხსნათ ახლა ფაქოს თუ რომელ ფილმზე არის საუბარი. წავიდა, დაიწყეთ. წავიდა. მიდი. აი. გამაიცანი. არის ესეთი. ხო. 80 კაბეგინა კიდო მანათ. იმერული ესკიზი. ხო, შეგიძლიათ თან გამოიყენოთ. კი. რაღაცა ჯიმი აჯა რაღაცა. ინდური რაღაცა. ხმითაც შეგიძლიათ. ზორო. კარგი. გენგი და ჩემი პული. უზინათავზე. აუ. აბა ზაგარი მილი გონია. ნარზანი. ძალიან კარგი, მოკლედ. ზიანობაში მე მგონი უფრო სწრაფად გაქცა პასუხები ბატონმა გივი. კი. ხო და აქედან გამომდინარე, თან უფრო სწრაფად აგიხსნა. ვიცი, ეხლა 10000 დოლარი დავე, მოდი. გამოუში. ბატონო გივი, კიდე ერთი თამაში თქო ვერ დავარქვენ პრინციპში სიტუაცია გვინდა ხო რომ გავათამაშოთ ჩვენთან ბინაში ნუ ბევრჯერ მოგვისმენია ისტორიები რომ გოგოსთან ვიყავი და ხე შემომისწრო ხან ფანჯრიდან გადავწერი ხან იქ ჩავიკეტე კარა და ხან რაღაცები და ეხლა უცებ მომაფიქრე ესეთი რაღაცა რომ აი რო წარმოვიდგინოთ რომ ვითომ თქვენ ხართ მოსული ყველაფერი უბედურებ არავა მე ჩემზე უნდა წასვლა შემომისწრო არა ალბათ არა ხოდა აი ვითომ შემოგისწარით აი საწანო ან აქ სად დაიბალე შემომისწარით რა ორი ქმარი ყავს იქ ვაკასთან ერთად და უბედურება შეჭამათ ხოდა ანუ ისე რომ ჩვენ ვითომ კიბეებზე მოვდივართ ხმაურია თქვენ აქ ამბავში ხართ და ერთი წუთი გააქვთ რომ მოსაფიქრებლად სად შეიძლება რომ დაიმალ წამო ეგრევე იქედა დავიწყებთ სიმღერის ხმას რომ გაიგებთ ესე იგი უკვე მოვდივარ ნინი ყურადღება მიმიქცევა Hari arama Sabati chemo kote Shen una gagasto angelo Davai galo chakani Ara chepe numre Sadari sad ange chemirzali malakhe chemirzali Ai გავაღებ ეხა კარს და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ე შეგეხუტუნე რატომ უნდა იყოს სუდად კაცო ოდი აბა შედი ბიძა ჩამოვიდა ბიძა გამარჯობათ მე გამარჯობა ლევანიკას მეგობარი ვარ არა მგონია თქვენ ბიძა ბრძანდები ბიძა ვარ გენასალე ბიძა ბრძანდები ბიძა ვარ ნაღდად ბიძა ვარ ათო ბიძა თქვენ გივი არა ხარ ციხარულზე გივი ციხარულზე ვიყავ ეხლა ციცინო ვარ გენასალე დეიდა ვარ ბიძა კერა დეიდა ვარ ჩვენ შეგიძლიათ მითხრათ რომ ეხლა შენთან უნდა საქმე არა ეხლა შენთან უნდა საქმე გავარკვიოთ ხო მე გეტყვი ჯერაც მეჩი გაარკვიეთ და მე შენთან ოკეი კარგი
მაგარი მარტო აღარ ველოდი. მეგონა რომ სადღაც იქნებოდი და შემოვედი. ეხლა. სადღაც დაიმალო, მაინც გამოგაბრუნეთ. რატომ დაიმალო? ერთი რა მაინტერესებს იცი ვაკო, რომ ერთი საქმე გავარჩიოთ რა, რა ხდება? აქეთ საქმე გავარჩიოთ ერთი. ესე დაზეთყით ჩემო ახალგაზრდა ანგელოზო ბიჭებო. მიზეს რა ერთმეჩი გარჩიეთ რა საქმე. ერთმანეთში რა. ერთმანეთში რა გავარჩიოთ? ცოტა მოდიყვალე, ვიდა მაყვეზე, კაჭარი. მოდი ისაცები, გაჩერდი ნიჭო, გაჩერდი. ჩამაგ ჯოხერგო, ჩემო ნინი. მოდი რა ჩვენთან ერთად, რა შემოგვიერთი, მომწარ. ეს არ არის შენი ღირს. მე და ბატონი გივი ვარ შენი ღირსები. ხო. წამოდი, გაგაცნო უფრო ახლოს. ბატონო გივი. ერთ ლექს მოისახურებს. ერთ ლექს. რა გოგოა. ეს არის ულამაზესი გოგო, ულამაზესი ქმნილება. ლექსი ამას მიუძღათ, ხო? ლექსი მიუძღათ ჩემს ნინის. მოდი უთხრათ. ვეღარ გამიგია, სულ ხარ თუ მიყვარ ხარ. ისე მომრევია გესლი, ხანა ხარ ნაყოფი. ეთემის ხისა და ხანაც სიძულვილის თესლი, ისეს კი ვიფიქრე 60 ჩიტი ხარ. მე კი ვარ დემონი ზეცის, მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და შენ ფიფქი შერჩენილი ხელში. ერთხელ მოგიძღვენი, ცხუნვარე კოცნა და თითქოს შავი ფერფლე ცეცხლში. არ შენიყავი ჩიტო ყინულის ნატაკი და ლამის შემომადენი ხელში. აი ესეთი გოგოა ეს. ბრავო! ახერ ალექსი დაგიწერე? ბატონი გივი უბრალოდ ძალიან კარგად გითხულობ ესე. ეს შემა კოჩიკომ დაწერა ეს ლექსი და მე წავიკითხე. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის სტუმარი იყო ბატონი გივი სიხარულიძე. აი, რუსეთ ხოვადა. რუსეთ ვერ მოვიდა. კარგი. შენ ხო ხარ კარგად. გამთელე ხო არა. აი, ვინ მოვიდა ეს? ნახე, ეტან გაიხედე. ჩუმა. არ ვინ გაგვიგო. აი, სტუმარი გვეკვია. ვაუ! მარიკო ებრალიძე ჩვენი განაცემის სტუმარი. ჩვენი განაცემის ევროვიზია. როგორ ხარ? იგანდიან წოთა. როგორ ხარ? რაღაცამოდი. აი რა კაი რაღაცა მოგიტანა. მოგზანდი, დაბზანდი. კარგი რაღაც მოგიტანა. ეს თქვენ. ვაუ, საჩუქრით მოყვეთი. ლამის. რა კარგი გოგო ხარ, რომ ჩვენს ტრადიციებს ესე იგი არ არღვე. ვაუ. British car. იცი როგორ მიყვარს ეს mini Cooper-ი? ვარხვა, მე ძალიან მიყვარს. როგორ ხარ მარიკუზა? კარგად ვარ. ესე მოფერები ჩვენ მეგობრები მარიკუსას ეძახითხავენ. კარგად ვარ, კარგად. ცოტა ცუდი შედეგით დაუბრუნდით, მაგრამ არა. ეგ არა უშავს. მაგაზე ვისაუბრებთ კი. ნინი გაგახსანი. ნინი მარიკო. მარი რა არის? იცი, ჩვენთან ისეთი აურა არის, რომ არავის არაფერი არ წყინს. მეგობრებო, ჩვენთან რომ ვინმეს რამე ეწყინს. კარგი. ხო არ ყოფილა ესეც რამე? არა. აქ რა ხდება, აქედან არ გადის, აქ ვერ ჩება. სტუდიაში ჩვენთანსეო. რავინ ვერ ნახავს. არა, მე რო ვინერვიულე გასაგებია ევროვის თქვენ აქ როგორ ასე თქვა. ჩვენ ვინერვიულეთ კი არა, ხო ხედავ რომ გავჭაღარავდი, თმები ყალზე და მიდგა. რა ვიცი, რამდენი ოპერაციას ვიკეთე. ისე არ მოიგეთ რა. ხო, კარგია. ძალიან კაია, იმიტომ რომ მე აქ უნდა ეშენებინა თურმე დარბაზი და ეს გაჯი და მანქანები და სულ შენ უნდა გეზიდა. ხო, და ეს გადაიწერება კიდე კაი და მე 1000 კაცი უნდა ჩამოსულიყო აქ მილიონობით ხალხი ევროვიზია აქ უნდა ჩაყარებულიყო. არა მას მე თავი მაგისტრი რა. არა. მე ჩვენთან არავის არაფერი არ წინს, ესე იგი შანსი არ არის ვინმეს რომ რამე ეწ. ისე იმღერეთ ევროვიზიაზე რომ მამზადებს ახლა ეს. ხო, არა. ან ევროპელებმა სავიზო რეჟიმი გაგვიუქმეს, ხო? სავიზო რეჟიმი გაგვიუქმეს, ოღონდ დაჟე ფიქრიც გაგვიუქმეს. ანუ ვიზა აღარ ახსნებოთ. ხო, ეს არ ვიცოდი. არა. მე ლა გაიგე კიდე რაღაცებს. აქ მაგ მიდი შენ რამდენი ხნიანი ვიზა მოგცეს უცო გირდა ვიზის პოჩი მაინც ექვსი თვე ხო კაია ჩადი ჩამოდი იგულავ რამდენიმე ეს 1-2 კვირა კიდე მაქვს მისვლა მოსვლა კონჩიტა ახლოს გაიცანი ვერ გავიცანი სამწუხარი რატო ისე მინდოდა ახლოდან გამეცნო რაღაცა სულ დაცვით დადიოდა რაღაც ძალიან ჩაკეტილი ასე ვთქვათ იმიჯი ქონდა ხო და არ ვიცი რაღაც ვერ გავიცანი ახლოს არ მომეცა ამის საშუალება რომ ახლოდან გამეცნო ეგ არაფერი ხა
ეხა მომდევნო ტურში რო რაც თავი ერთად ვიდექით სცენაზე და საჭირო ოთახში მოკარი თვალი აკეთი ყავი ხო საჭიროს ნახევარფინალის დღეს გვერდ კულისები გქონდა ანუ ოთახები უფრო სწორად სადაც ვიყავით და მოკლედ აი ეგ არაფერი ხა ფინალში ვერ გადავედით ეგ არაფერი მაგრამ შენ გული არ გაიტეხო თავარია სომხებს სომხებს ხომ მოუგეთ რას თავარია სომხებს ხო ვაჯობეთ ბრა ვერა სომხებს ვაჯობთ აი რუსეთს ხო ვაჯობეთ რუსეთს ვერ მოუგე ვერ შენ ხო ხარ კარგად ჯართელი ხო შენ იყავი კარგად დედა ევროვიზია ბოლში იყავ კარგად რას მიქვია და რას მინერვიულებ და იმასები და შენ რომ მეუბნები შეეკითხეო ეხლა ეცოდინება იმაში დადიოდა თუ იმაშიო შეკითხე აბა რაში დადიოდა საჭირო ოთახში რა არ შეგხვედრია რა ხასიათზეც იყო არა ეს მეუბნებოდა რომელში დადიოდაო აბა შეეკითხეო ეს მეუბნებოდ გარდმობრალება ხო მამებშიო თუ დედრებშიო ჩაკრი შენ მეისპე არა როგორც ვიცი ეგ იცი ხო ნახდა გეია გეტა ვერ დავიჯერებ LGBT-ს წარმომადგენელი მე ვეღარ ვთქვი LGBT ვიწყებ და მე ვერება ხო იცი LGBT ხო ეს არის ევროპულად რა წარმომადგენელი არის და იქით იმის იქით უკვე აღარ ვიცი ეხლა ჩვენთან მოვიდა ერთი ადამიანი რომელსაც შენ ნახვა ძალიან გოგოა თუ ბიჭია თუ ვაიმე ვინ მოვიდა ეს ნახე ეტა გაიხედე იქ რა ნაზი იყავ იქ მოიწყალა იქ ნაზი ხარ რაღაცა ნაზად ესე ბრავო თვალებით მომიყურე ხო ის გასკდა გული კოტიკო სხვათა შორის მე და შენ სეხნიები ვართ მართლა მეც კონსტანტინე მქვია უბრალოდ კონჩტას მეძახი ეს კონსტა კონსტანტინე რაღაცა მორიდებულად ნუ ხარ რა მინდა გითხრა რომ ფანტასტიკურად გამიყურე ფანტასტიკურად ეგ არის ძალიან უცებ ჩვენ შევძლებთო ქართული ენა ესწავლა კონჩიტას ეხა რეალური შანსი გაქვს რომ შენ აი გვერდი და გადაჭიდე გავსაში შენ აი მაინც განახი რომ ყავს რა სხვა არის ხო ძალიან გავს ერთი სხვათა შორის იძახი ყველა იძახს რომ წვერები რო გქონდაო მაგიტომ გაიმარჯვაო ხო და მინდა გითხრათ რომ სიმართლეა მართლა ანუ წვერები იყო თავარი აბა თქვენ რა გონიათ მარგველაში მე რატო გაიმარჯვა არ ჯერა როგორ ფიქრობ კონსტანტინე კონჩიტა სხვებსაც რო ქონოდა წვერი გოგოებს ამ ბლანჟი ან რა ვიცი რა მოხდებოდა ანუ არაფერი უფრო ლამაზი იქნებოდა ეს კონკურსი როგორც მე გავალამაზე თავის დროს აპლოდისმენტები ჩვენს თემას ერთი თქვენთან მექნება რჩევა დიახ ეხლა მე განახებთ რა უნდა გექნათ რომ რაღაც შედეგისთვის მიგახციათ ევროვიზია დიდი სიამოვნებით მივიღებ მე დამჭირდება ჩემი მეგობრების ჯგუფი შიგ ჯგუფი შიგ მივესალმოთ იქი გამზამი თაკეთ მეგობრებო გამარჯობა იცანი ხო დიდი მადლობა მოდი მარიკო აქეთ გამარჯობა როგორ ძანდები მარიკო რა ხარ შემოგეხალათი რჩევა მიიღე კეთილი გულით რჩევა როგორ ხარ ესაკედი რა დიდი გზა გამოიარეთ ხო გერმანიიდან ჩამოყვეთ რა თქმა უნდა ჩაწერები რაღაცეები 1000 შეთავაზებები იმის მერე ხო ევროვიზიის მერე მოასწარით ანუ კაცო კონჩინაც ვითამაშით ახლა ყველაფერი კარგად არის კონჩინა თამაში კარგი თაბარა როდი შეგვიძლია რომ ესე იგი მარიკოს რაღაცა რაღაც ხმაურივით უნდა იყოს ეტაში დაუკარეთ რა კარგად აი ჩუმად არ ვინ გაგვიგოს ჩუმად არ ვინ გაგვიგოს
papa. Kotiko papa. Hako papa. Conchita papa. Conchita papa. ოი, ამა გამეცინა. კონჩიტა, მარიკო, დაიძრეთ გუფი შინი, კადასახდებოდე, ნობა, მოიცა სენსიორი. მოდი რა თქვენთან გადავიდეთ რა. უერთვენ. გოდე. მადლობა.